კიდევ ერთი ქართული ბიზნესის წარმატებაზე და აღიარებაზე გიყვებით. კომპანია LTH Group-მა Wyndham Hotels and Resorts-ის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ლას-ვეგასში გაიმართა და მინდა გითხრათ, არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღო LTH Group-მა, არამედ კომპანიამ ახალ ბაზარზე Wyndham-ის ბრენდის წარმატებით დანერგვისთვის ჯილდოც დაიმსახურა La Quinta by Wyndham Batumi. Მიერ მიღებული Wyndham International Opening Award-ის გლობალურ დონეზე ხაზგასმით მიუთითებს მასზეც, რომ პროექტი წარმატებით პასუხობს ბრენდის უმაღლეს სტანდარტებს და წარმოადგენს რეგიონში გლობალური ბრენდის წარმატებული დანერგვის თვალსაჩინო მაგალითს. ამერიკული მხარის მხრიდან აღიარების შესახებ დეტალებს ახლა სიუჟეტიდან გიყვებით, რამდენიმე წუთში თემაზე უკვე კომპანიის წარმომადგენელს და ერთ-ერთ დირექტორს უმასპინძლებთ. And please, Gulja, bring the team on board. Wyndham-ის ბრენდის ახალ ბაზარზე წარმატებით დანერგვისთვის კომპანია LTH Group-მა Wyndham International Opening Award-ის ჯილდო მიიღო. კომპანია როგორც რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham-ის სასტუმროს მფლობელი და ოფიციალური პარტნიორი გლობალურ კონფერენციაში პირველად მონაწილეობდა. მონაწილეობასთან ერთად კი ის უკვე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა, რაც საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა. La Quinta by Wyndham Batumis მიერ მიღებული პრიზი ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ ის წარმოადგენს რეგიონში გლობალური ბრენდის წარმატებული დანერგვის თვალსაჩინო მაგალითს. La Quinta-ს შერჩევა მისი უნიკალური კონცეფციით იყო განპირობებული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს, თანამედროვე დიზაინს, კომფორტსა და ხელმისაწვდომობას აერთიანებს. სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებით მიმზიდველს როგორც ტურისტებისთვის, ისე საქმიანი ვიზიტორებისთვის. ლას-ვეგასში გამართულ კონფერენციაში LTH Group-ის დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე, გენერალური დირექტორი მამუკა მახარაძე, HR დირექტორი ანა ჯიოშვილი და კომერციული დირექტორი ვალერი გურგენაძე მონაწილეობდნენ. სასტუმრო, რომელიც ახალ ბათუმში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა, სხვადასხვა კატეგორიის კომფორტულ ნომრებს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, რესტორანს, ბარსა და მრავალფუნქციურ საკონფერენციო სივრცეებს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზაობას საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აძლიერებს ნდობას უცხოელი ინვესტორების თვალში. La Quinta by Wyndham Batumi არა მხოლოდ ახალ სასტუმროს, არამედ ქალაქისა და რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული გაძლიერების პლატფორმას წარმოადგენს, რითაც ბათუმის როგორც საერთაშორისო დონის საკურორტო ქალაქის პოზიციონირება კიდევ უფრო მყარდება. Wyndham Hotels and Resorts მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული სასტუმრო ქსელია, რომელიც 95-ზე მეტ ქვეყანაში 9000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. მისი წარმომადგენლობა საქართველოში ნიშნავს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ ქვეყნის ინტეგრაციას გლობალურ სტუმარმასპინძლობის რუკაზე. Wyndham Hotels and Resorts მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული სასტუმრო ქსელია, რომელიც 95-ზე მეტ ქვეყანაში 9000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. კომპანია LTH Group კი ქვეყანაში თანამედროვე ქალაქური ცხოვრების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების შექმნას განაგრძობს, მათ შორისაა LTH კვარტალი ბათუმში და ესპანური კვარტალი თბილისში. სამომავლოდ კომპანია ახალი ლოკაციების ათვისებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს. La Quinta by Wyndham Batumiზე კიდევ ბევრს მოგიყვებით, მანამდე კი მცირე შესავლისთვის LTH Group-ი აჭარის დეველოპერულ ბაზარზე 2017 წლიდან არის, რამდენადაც მახსოვს, წარმოდგენილი და ოპერირებს. ამ დრომდე ახალ ბულვარში მათ 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურით არიან წარმოდგენილნი. გაცხადებული გეგმის თანახმად უახლოეს 2-3 წელიწადში კომპანია პორტფელში 5000-მდე აპარტამენტს, 250-მდე სასტუმრო ოთახს და სივრცეს მიითვლის. მოკლედ, ვიდრე გეგმებს და მიმდინარე სიახლეებს სრულად შევაჯამებთ, რა თქმა უნდა, Wyndham International Opening Award-ის ჯილდოს მილოცვით დავიწყებ საუბარს და სტუდიაში ველი კომპანიის კომერციულ დირექტორს ბატონი ვალერი გურგენიძე გვერდება ჩვენ ახლა სტუდიაში, რომელიც იქნება წარმოდგენილი აქ და მოგვიყვება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად ლას-ვეგასში მიღებულ ჯილდოსთან დაკავშირებით. ბატონ ვალერი, მომილოცავს კიდევ ერთხელ. არაჩვეულებრივი ამბავია. თქვენი ადგილი აქ არის, ბატონ ვალერი. დაბრძანდი გენესონე. გილოცავთ კიდევ ერთხელ. მადლობთ. დიდი ამბავია და ეს არ არის თემა, როცა Wyndham-ი ასე ვთქვათ ხელგაშლილია.
ჯილდოების დარიგების კუთხით თითოეულ თავის ნაბიჯს მით უმეტეს ესეც საჯაროს თვალყურს ადევნებენ. მინდა დავიწყოთ ლაპარაკი მაინც რას ეძღვნებოდა კონფერენცია, როგორ მიყვა ამას შემდგომ უკვე ეს საერთაშორისო აღიარების თემა და მე უკვე მის მნიშვნელობაზე გადავიდეთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოგზაურობისთვის. თქვენ მუდმივად მხარს უჭერთ ბიზნეს, კერძო კომპანიებს და ჩვენ სფეროს განსაკუთრებით ამისთვის ნამდვილად დამსახურებული მადლობა. რაც შეეხება კონფერენციას, ეს იყო შემაჯამებელი კონფერენცია. ბოლო წლების განმავლობაში კოვიდის პერიოდში შეჩერდა ამ დონის ღონისძიებები, თუმცა 2025 წელს ვინთემმა გადაწყვიტა, რომ შემაჯამებელი ღონისძიება გაეკეთებინა დაახლოებით 1500-მდე პარტნიორი ყავდათ მიწვეული. ეს პარტნიორი ნიშნავს სასტუმროს მესაკუთრეებს რეალურად და პლუს ყველა ინსაიდერი, რომელიც მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ იქ უკვე ყოფილიყო დაახლოებით 5000 ადამიანამდე შეგროვდა ღონისძიებაზე. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა შენ შრომას, რაღაც გაწეულ ძალისხმევას აფასებენ, ეს ყოველ სასიამოვნოა, თუმცა ნამდვილად იმ მომენტში მოულოდნელი იყო, ეხაც აჟიტირებული ვარ. რეალურად იმ კონკურენციაში გამარჯვება, როცა ბევრი ქვეყანა და ვინდემ იცით თქვენ, რომ 9000-ზე მეტ სასტუმროს მართავთ მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 100-მდე ქვეყანაში. ჩვენი შერჩევა და გამორჩევა ნამდვილად განსაკუთრებული იყო მთელი რეგიონისთვის და არა მარტო საქართველოსთვის. ძალიან ბევრს საზოგადოებაში და გასაგებიც არის ვალერი, რატომაც არ ესმით რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ბრენდების ბაზარზე ყოფნას. თქვენი მხრიდან, როგორც პროფესიონალისგან და ჯგუფისგან, რომელიც ამ თემაში ინვესტირებს, ჯერ კიდევ 2017-დან მოყოლებული, ხო ასეა? იქნებ კიდევ ერთხელ ავხსნათ, რას ნიშნავს, როცა ბაზარზე არის ვინთემის სხვები? ნამდვილად სამწუხარო, როცა ადამიანებს შეიძლება ამას ბოლომდე გააზრებული არ ქონდეს, ვერ ანიჭებენ. ჩვენი კომპანიის მისიაში გვაქვს ასახული, რომ რეალურად ყველა ჩვენი კომპლექსი პრაქტიკულად არის კოლაბორაცია ევროპულ ბრენდებთან. პირველ რიგში ჩვენთვის ეს არის გამოცდილების და ექსპერტიზის შემოტანა საქართველოში. რაც არ უნდა ყოჩაღები ვიყოთ, იმ ადამიანებს აქვს გაცილებით დიდი გამოცდილება და ექსპერტიზა ამ სფეროში და ამიტომ ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მაღალი ტემპით ვითარდება ტურიზმი და რეალურად ქვეყნის აქცენტიც მიდის ტურიზმის მიმართულებით, ამიტომ ამას დიდი დატვირთვა შეიძლება ბევრ რაღაც არ ქონდეს. რაც შეეხება ბრენდის ზომას, აქ კიდე დიდი ფაქტორია. ცალკე თემა არის. რა თქმა უნდა, ცალკე თემაა, იმიტომ რომ ბრენდები არსებობენ ყველა რეგიონში, ფრანშიზები არსებობენ ყველა რეგიონში, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ წლები ვიმუშავეთ ვინთემთანაც და იცით რომ ჩვენი მეორე ექსკლუზიური პარტნიორი ყველაზე მსხვილი ესპანური ჯგუფიც დაახლოებით 2 წელი რა ურთულესი მოლაპარაკებების შედეგად ძალიან რთული ადამიანებს დააჯერო პირველი შესვლა, entry ეგრეთ წოდებული. შემდეგ გაფართოება უკვე მუშაობის პროცესია და შენს პერფორმანსზეა დამოკიდებული. ბატონ ვალერი, კიდევ ერთხელ რა ნაწილი ავხსნათ, იცით? რას ცვლის ამ ბრენდების არსებობა? ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ინფრასტრუქტურისთვის, ანუ როგორ იცვლება ეს ყველაფერი დინამიკაში და მოდი ELT-ის მაგალითზე. თქვათ პირდაპირ, რა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია იმან, რომ ესპანურ ჯგუფთან, ვინთემთან თქვენ ესეთ შეთანხმებებს მიაღწიეთ. დიდი მადლობა. ეს ალბათ ყველაზე კრიტიკული შეკითხვაა და რეალურად ამოხსნა ჩვენი კომპანიის და ჩვენი ჯგუფის წარმატების ისტორიის ზოგადად, რომელიც ბოლო 5 წელიწადში ხელშესაღები შედეგები ვართ ბაზარზე უკვე წარმოდგენილი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც ჩემ პირადი მოსაზრებას გეტყვით. ეგ არის ცნობადობის ნაწილი. რეალურად ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვართ იმ სათანადო სიმაღლეზე, რომ საერთაშორისო მოგზაურმა ტურისტმა თავის პირველ არჩევანში დააყენოს საქართველოს და რეგიონი. ეს ბრენდები ხელს უწყობს ბევრი ფაქტორია ამის. ხო, ეს ბრენდები ნამდვილად ხელს უწყობენ ჩვენს ცნობადობას. ამერიკაში ვიზიტისასაც წარმოგიდგენიათ ალბათ ახლა თქვენს ყველა შემთხვევია იგივე ადამიანებმა დაგვაჯილდოვეს, გამოგვარჩიეს 100-ზე მეტი რეალურად ნომინანტი გამოგვარჩიეს, ფანტასტიკური შეგრძნება იყო, ხელმძღვანელობა, აღმასრულებელი დირექტორი პერსონალად მოგვესალმა და ამ დროს ქვევით ჩამოსვლას მაინც გიწევდა ახსნა თუ რომელი ჯორჯიიდან, საიდან, როგორ, ანაირად და აქ არ არის საუბარი რომ მხოლოდ ამერიკელი პარტნიორები იყვნენ. იქ იყვნენ მთელი მსოფლიოდან პარტნიორები. ამიტომ ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რეალურად და მეორეს მხრივ რაც ახსენე უკვე ჩემს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ეგრეთ წოდებული customer journey. ჩვენ დღეს ვსწავლობთ
მომსახურების სფეროს. დღეს ვსწავლობთ, იმიტომ რომ შეიძლება რომ ინვესტიცია ჩადო, როგორც კერძო ბიზნესმა, ისე სახელმწიფო. შემოიყვანო ერთჯერა და ტურისტი, რომელიც მეორედ არ ჩამოვა. ზუსტად ეს customer journey მოდის ექსპერტიზიდან, რომელიც გააჩნია ამ ბრენდებს და ჩვენ ესე ძალიან გულმოდგინედ ვსწავლობთ ამას, რეალურად რომ შესაბამის სერვისი მივაწოდოთ. ბატონო ლე, თვითონ კონკრეტულად ამ ლას-ვეგასის თემიდანაც მარტო არ გეკითხებით ამას, მაგრამ იმ დაკვირვებიდან, რასაც თქვენ პირადად უყურებთ და მთელი გუნდი, არ ვიცი, ელგუჯათ იქნება, ბატონი ელგუჯათ თურმაინძე იქნება, სხვები, საერთაშორისო ბრენდების ინტერესს როგორ აფასებთ საქართველოს მიმართ? ინტერესი ზოგადად ბიზნეს გაფართოების ყოველს აქვს. უბრალოდ კონკრეტულად კიდევ ერთხელ აღნიშნავ, აი განსხვავება ამაში, ჩვენთან არიან ბრენდები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია რაღაც ისტორიულად, მათთან მოლაპარაკებები გაცილებით მარტივია. ბატონი ელგუჯა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი მამუკა ჩვენი გენერალური დირექტორის პოზიციას და პრინციპში, იმიტომ ახსენე მისიაც კომპანიის არის ეს, რომ ჩვენ შევძლოთ მაქსიმალურად ახალი. რატო ვიძახი ახალს? იმიტომ რომ იმ ახალს ახალი კონტინგენტი მოყვება. იმ ახალს ახალი მიბმული თავის ლოიალური კლიენტები ყავს. ეგ არის ჯაჭვური რეაქცია, რაც საბოლოო ჯამში. აბსოლუტურად. Windhams და Lakintas ბრენდის, რომლის აპგრეიდი მიდის სოფლიო მასშტაბით და პრომოცია, მას აქვს უნიკალური ლოიალობის სისტემა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებული იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატო გადაწყდა ზოგადად Lakinta, ესეც სტრატეგიის ნაწილია. იმიტომ იცით ბათუმის მოცემულობა დღესდღეობით არის ძირითადად 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები წარმოდგენილი და პლუს აპარტამენტები, რომელიც ეგრეთ წოდებულ სამვარსკვლავიან კატეგორიაში გადის. აპარტამენტის მიწოდება შედარებით ჭარბია და რეალურად დეფიციტი იყო, როცა ამის კვლევა მიდიოდა ჩვენი კომპანიის სასტუმრო ოთახების 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს. კონკრეტული სეგმენტის. ანუ კონკრეტული მოთხოვნა დადგა, ჩვენ დავინახეთ, შევაფასეთ. რეალურად შენი არჩევანია, ხო თუ ადამიანს ბრენდს დაითანხმებ შემოსვლაზე, ეხლა სამვარსკვლავიანი შემოხვალთ 5-იანით. ეგ უკვე ტექნიკის საკითხია. უბრალოდ სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო 4 ვარსკვლავიანი ბრენდი თავის საფასო და მომსახურების პოლიტიკით. ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. კარგი, და ის რაც დავაანონსე, ამით მინდა შევაჯამოთ ბატონალერი, თავად კომპანიის პორტფელზე. ამ წუთში 3 გეოგრაფია არის დადასტურებული საქართველოს მასშტაბით. საუბარია აჭარის მიმართულება, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბათუმი, თბილისი და კახეთი. რა პროექტებთან გვაქვს საქმე, აი ეს რო აღწეროთ თუ შეიძლება. ჩვენ დავიწყეთ 2 მიმდინარე პროექტი, ერთს ხა დაახლოებით 2 თვის შიგნით ასევე გავაცხადებთ ბათუმში, ესეც იქნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს კატეგორია, უკვე ესპანურ ჯგუფთან, ბარჩელო ჯგუფთან, ეს არის ოქსიდენტალის ბრენდი, რომელიც ასევე პირველად შემოდის საქართველოს. ეს დადასტურდა ბატონალერი უკვე. დიახ. ჩვენ შეგვიძლია უკვე ამის გაცხადება და 2 თვის პერიოდში დაახლოებით პროექტ პრეზენტაციასაც წარვადგენთ. რაც შეეხება თბილისს, თქვენ იცით ჩვენი ესპანური კვარტალი. კი ბატონო. აი რა გავლენა აქვს, იკითხეთ თქვენ და გავლენა ზუსტად ეს არის, რომ რეალურად გაექცე კონკურენციას, კარგი გაგებით და ჩვენ შევძელით, ჩვენი პროექტი ამ წუთას არის პირველ სართულზე და რეალურად ბინების 100% დახურული გვაქვს. ეს ზუსტად გამოიწვია ბარჩელოს არსებობამ, მისი მართვის სტანდარტმა და მისმა რეპუტაციამ. დღესდღეობით ჩვენი residential block-ი ანუ დახურულია, ეხა მიდის რეალიზაცია უკვე სასტუმროს ნომრების როგორც ბიზნესის, კიდე სხვა პროდუქტია, რომელიც ასევე ტარგეტირებულად ევროპელ, დასავლეთ ევროპელ ინვესტორებზე იყიდება. აი ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, უცხოური ბრენდის გავლენა. რა მოიტანა, რა თქმა უნდა, რა მოიტანა და რა გავლენა იქონია. რაც შეეხება ჩვენს მეორე პროექტს თბილისში, რომელიც დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში გაიხსნება, ჩვენ იცით, რომ ჩვენ ინდივიდუალ კორპუსებს არ ვაშენებთ. ჩვენი ფილოსოფია არის განაშენიანება, ეგრეთ წოდებული დეველოპმენტი. ჩვენ შევიძინეთ მსხვილი ტერიტორია ამერიკის საოცრად მიმდებარედ და ისევ ეგრეთ წოდებულ მინი ქალაქს თავის სასტუმრო, საცხოვრებელი, გასართობი, დასასვენებელი სრული ინფრასტრუქტურით წარვადგენთ წლის ბოლომდე სექტემბერ-ოქტომბერში. რაც შეეხება კახეთის პროექტს, ეს აბსოლუტურად უნიკალურია, ჩათვალეთ რომ ნოუ-ჰაუა საქართველოსთვის. ამ წუთას გვაქვს მოლაპარაკებები ყველაზე ლაქშერი ბრენდთან, რომელიც შეიძლება ჩვენთან ერთად კოლაბორაციაში იყოს კახეთში, თუმცა კახეთის პროექტზე არ მინდა რომ დღეს ახლა ბევრი რაღაც ღრმა დეტალებში ჩავიდე. მუშავდება უნიკალური კონცეფცია, თუმცა იქაც ამის დაანონსება შეიძლება რომ იქნება სასტუმრო გარემო, იქნება ეგრეთ წოდებული residential შესაძლებლობა, ხო? რა თქმა უნდა, ტერიტორია სპეციალურად გამოყოფილი და იქნება ასევე როგორც საერთო მოხმარების, ისე დახურული ზონები. დიხ.
კარგი, ამ პროექტებზე დაველოდებით თქვენ შემდგომ სტუმრობას. ჩვენ ასევე აქტიურად მუშაობთ საზღვარგარეთ პროექტებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე გარე ერთ პროექტს გარე დაანონსებთ. ორ პროექტს მინიმუმ დავაანონსებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ ორივე ევროკავშირის ქვეყანაში. ELT ჯგუფის სახელით. ELT ჯგუფის სახელით, დიახ. მე წარმატებებს გისურვებ თქვენ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა უთხრა კომპანია ELT Group-ს სტუმრობისთვის, მე მათ წარმატებებს უსურვებ და ახალ პროექტებს, ლამაზ ნაგებობებს, რომელიც დაამშვენებს ჩვენ საქართველოს.